აბა მოწყვეტა როგორი აქვს? დადგა დღე, როდესაც ჩვენ M3 უნდა გავტესტოთ. ეს მანქანა როგორია, იცი? აი პირადი გამოცდილებიდან რო გესაუბრები, ბევრად მარტივია ყველაფრის მოყოლა. რბილია, კომფორტულია, ტექნოლოგიურად დახვეწილია და საერთოდ არ გაქვს ის შეგრძნება, რომ ამ მანქანის უკან რაღაც საშიში იმალება. ანუ ქალაქშიც რო დადიხარ, რო არ გაქვს გამშვები სისტემა ჩართული, ამას ხო ელექტრონული დროსელი აქვს და შეგიძლია გათიშო რა დიდი ხმა. შეგრძნება მოაქვს, რომ ყველაფერს აკონტროლებ. ყველაფერი რიგზეა, შენ და ეს ავტომობილი თითქოს ერთი ორგანიზმი ხართ და ყველაფრის გაკეთების უნარი გაქვს. და ეს თვით შეგრძნება და დარწმუნება ნელ-ნელა მოაქვს, მაგრამ რო შედიხარ ინტერნეტში, ნელ-ნელა ხედავ, რომ უამრავი ავარია არის. როგორი ავარიებია თან, იცი? მანქანა მიდის ავტობანზე, ჩავსოვკიდევთ და უცბად ჰოპ და გვერდზე დადგება და ვეღარ ასწორებს მანქანას ტიპი რა. ვიღაცა რაღაც შეკრებაზე ასრიალებს და უცბად სადღაცას შედის, აი რა, არ ვიცი, სადღაც ხალხში შედის უცბად. უამრავი ავარია არის, ისეთი რომ აი, დაჟე მეც რო ეხა პრო კლასში გამოდივარ დრიფტის ჩემპიონატებს დავდივარ რაღაც. ანუ ხვდები რომ იქ და მანქანას ვეღარ გავასწორებ. ვერაფერს ვერ ვიზავ რა და ეს შეგრძნება წეღან რაზეც გელაპარაკებოდი რომ თითქოს შენ ყველაფერს ფლობ, ჩემი აზრით ზუსტად ეგ არის შენი პირველი შეცდომა და ფიქრი იმაზე რომ ყველაფერს აკონტროლებ. სანამ დაიმტროვებ. დღეს მინდა მთლიანობაში ამ მანქანის უკან თუ რამე საიდუმლოება იმალება, თუ რატო იმტრევა ამდენი ადამიანი M3-ით და M4-ით რა თქმა უნდა, G სერიაზე მაქვს საუბარი. ამოვხსნათ და გავარკვიოთ. ეს თვითონ ზღოლების ამბავია, ვინც ატარებს მანქანას, თუ მანქანა გიჩალიჩებს რაღაცას. ოპა! აი მიხდი როგორ იმტრევა ხალხი. ემის ხაზი ჩემი აზრით რა ცოტათი შეიცვალა. ადრე უფრო სპორტისკენ იყვნენ ტიპები წასული და ეხა აი უკვე ლაქშერიში გადავიდა, კომფორტზე გადავიდნენ ტიპები, ანუ თან ამხელა M3 როა წარმოედგინა, იმენა M5 არის ტიპი. M3 გამოუშვეს როგორც M5. არ არის ეგრე, იმენა ეგრე. მაგრამ როგორც არ უნდა შევაფასოთ, აი რა კუთხიდანაც არ უნდა შევაფასოთ, მაგრა დასწორებს რა. დაახლოებით 2-3 თვეა დავდივარ ქალაქში ამით და ძალიან კარგია. ანუ რაც მთავარია, თავს გაყვარებს რა. ნახე რა გავსებს კიდე მაგრად სუპრასგან განსხვავებით. ხმა. გესმის? ეხა ბოლომდე კიდე არ ვადგავთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდ გორზე ვართ, მაინც საშიშია. საბურავი გვაქვს ცოტა. ოდნავ აგრესიულად დავზრათ, ქალაქს გამოსდით მაინც. ამ მანქანის დიზაინი ზოგადად რო გამოვიდა, ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი BMW, რაც კი ოდესმე მინახავს. აი ამ ხელა გრილზე გადაობდა ყველა, ეს რა საშინელებაა BMW-ს რა გადაწყვიტა, ამას ვინ იყიდის და ასე შემდეგ და რა შეიცვალა ჩვენ ტვინებში, რომ ეს მანქანა ესე გვევასება, არ ვიცი. რაღაც შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ BMW-ს ქარხანა და დიზაინერები რაღაცებს წინასწარ თვლიან. ეხაც გამოვიდა სხვათა შორის ახალი დიზაინი BMW-ს, რომელიც ზუსტად ანალოგიური შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა ნიტოა რა აშკარად. ანუ არ უნდა გაგეკეთებინათ ეგ. და მე დრო რო გადის, ყველა ხვდებით, რომ უნდა გაგეკეთებინათ. ეს მანქანა ახლა ჩემთვის არის ერთ-ერთი იდეალური დიზაინის მქონე მანქანა. თავის ფარებით, თავის გრილით, ყველაფრით, აი ამ ტუჩებით, კარბონის დეტალებით, ახლა ყველას რა თქმა უნდა არა აქვს კარბონი ახლა და ფლექსაობას გაუშვათ. ეხლა მინდა კიდე რაღაცეები გითხრა სუპრასთან შედარებით. სუპრით რო გამოდიოდი ქალაქში, სუპრას რადგან მოკლე ბაზა აქვს, პატარა მონაკვეთებზეც როგორ რაღაცას შვება, იცი მანქანა, აი
მაგალითად რო ადიხარ ლისე რო ადიხარ ახალი გზით ბეტონი რო არის ხო იცი დასხმული აი განგრევს მანქანა ამით სიარული ბევრად კომფორტულია და შენ გიხარია არა მარტო ხალხს უხარია შენც გიხარია და სუპრით შეგრძნება მაქვს რომ აი სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო რო იძახიან ხო იცი აი რაღაცა უნდა გადაიტანო ცოტა უნდა დაიტანჯო რომ მე აი სიამოვნება მოგიტრიალდეს და გაგისწორდეს რა ეხლა რატო გავაღეთ კარი მოდი სუპრის მიდგომა არის უფრო სპორტი ანუ საქმეზე არის ორიენტირებული და სალონშიც ისეთი გადაწყვეტილებები აქვს სუპრას მაგალითად ეს გადამრთველი ისე არის მოწყობილი რომ აი მობილურს აი ამ ხელით ვერ შეაძურენ რა უნდა მოუვარო აი აქედან დააყენ შეწიო ხელი უნდა აიღო მობილური და აი მსგავსი რაღაცეები ახლა ყველას არ ჩამოგითვლით მაგრამ მთელი იდეა არის სუპრის ის რომ საქმეში იყოს ძალიან მაგარი ტიპი გარდა მაგისა კიდე აი მაგალითად ტრეკზე ხო ვიყავით ჩვენ სუპრით გავტესტეთ სუპრას რო დაადგავ წინ მიდის მანქანა გიჟივით მიდის წინ არანაირი რაღაც ტრაკის თამაში და პირდაპირ მნიშვნელობაში გეუბნები ტრაკის თამაში ძალიან უნდა მოინდომო რომ სუპრა მოაცურო რა ჩვენ ტრეკზე რო ტესტავდით აი როგორ იყო იცი შიგნიდან მახსოვს რომ ჯერ ერთ მხარეს ვიღებდი მაქსიმალურად მე მეორე მხარეს გავიქნევდი დგებოდა მოსახვევში ზანოში ბოლომდე ჩაფარებით და რაღაცა მოკლედ სუპრას თუ ყიდულობ არის საქმის მანქანა სპორტი და საქმე ტრეკზე უნდა იარო მაგრად გაგისწორდეს და კაჯაიას აქვს უნდა დაინიშნო დრო რომ ნახო რა დროში დადიხარ BMW-ი რო შედიხარ აი ზუსტად BMW-ს ვიდეოებს ვინც იღებს ხოლმე რომ იქ ზანოსი და კვამლი და რომ დაუტრიალდებათ ბოლომდე გაზგაყრილი და რაღაცა მაგის მანქანაა რა F80 ანუ ამის წინა მოდელი M3 თუ G80 F80-ში აყენია DCT კოლოფი ანუ ეს არის ჩათვალე რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფი არის რომელიც ავტომატურად ირთვება და ამაში არის ავტომატური გადაცემათა კოლოფი სადაც ჰიდრომუფტა სადაც მოჭიდება პირდაპირ აი როგორც ცეპლენიას რო ვეძახით ხო იცი აი პირდაპირ აი ესეთ მოჭიდება არ აქვს ჰიდრომუფტა აბალანსებს მაგას რომ რბილი გადართვები იყოს და რაღაცა და F80 არის აი M3 რო გესმის F80 უფრო არის M3 ვიდრე G80 იმიტომ რომ იგრძნობა რა უფრო სპორტულია. DCT კოლოფი, დაკიდება, წონა მათ შორის თანხა არ გიწყვიტავს რა, რომ აი G80 ვიყიდო თუ F80 ვიყიდო, ბევრი ვიცი რომ F80-ზე გადადიან. და მესმის კიდევასა რეალობაც არის რა, მაგის თქმა მინდა რომ უფრო რეალობაა აი ყველაფერი. G80-ს რადგან წონა აქვს რა, მთლიანობაში ქალაქისთვის უფრო ძალიან კაი ტიპია, ანუ კაი როჟა, რბილია და რაღაც, მაგრამ აი სპორტის თემა უფრო მოაკლეს. ნახევრად სამარიაჟოდ არის გამოსული, კომფორტისთვის არის გამოსული და აი სპორტის აქვს რაღაც 20-30% რა. მეტი არ აქვს. მანქანა ეხა გეცოდინება რა ღირებულების არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გადავამოწოთ, სანამ რაღაც მაიმუნობებს დავიწყებთ. პირველ რიგში საწვავს ჩავასხავთ ეხა სოკარში, ზრავის ზეთი და კოლოფის ზეთსაც ვფიქრობ, რომ შევცვალო, იმიტომ რომ ეს მანქანა იყო დანასტროიკებული და არ ვიცი კოლოფში საერთოდ რა ხდებოდა და მოდი გამოვრიცხოთ და ლიკვიმოლი გავუშვათ. ტორმუზები გქონდა ჩვენ გასხმული, თუ გახსოვს ამაზე ვლაპარაკობდი და ტორმუზის სისტემა ჯობია გავწმინდოთ და იდეალურ მდგომარეობაში იყოს, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება. ტრეკზე ტორმუზებმა თუ გვიმტყუნა, ჩვენი ვიდეო უფრო მალე დამთავრდება, ვიდრე ჩვენ გვინდა. ამიტომაც მაგ ყველაფერს დავალაგებთ, მე გადმოვხედავთ და მე უკვე აი რო ვეგვეცოდინება, რომ всё ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაშია, მე მიხედოთ საქმეს და ეს ფოტო გიმინდა და ერთი პიდბული მომცი ენერგეტიკა. საბოლოო ჯამში თქვენ ავტომობილს რაც უფრო მეტი გარბენი აქვთ, მით უფრო მეტი პრობლემები აქვს ხოლმე და წვაც უფრო ემატება და ერთ-ერთ მიზეზს გეტყვი ხა მე. ეგ არის დაბინძურებული სისტემა, ანუ ინჟექტორები, საწვავის სისტემა და რაღაცეები, ანუ ზოგადად შემშვების სისტემა ბინძურდება უფრო რა და ეს ნადები, ნალექი და მსგავსი რაღაცეები გაკაჩვაზეც სუდათ მოქმედებს, მუშაობაზეც სუდათ მოქმედებს, აი idle-ზე, ეგრეთ წოდებულ ხალასტოიზე რო არის ხოლმე, პატარა ჩაგდებები და რაღაცეები. ზუსტად მაგის მიზეზი არის დაბინძურებული სისტემა და აქ გვაქვს ჩვენ ლიკვიმოლის დანამატებია სპეციალური სითხეები და Jet Cleantronic ქვია ამ აპარატს, რომელიც მთლიანად ყველაფერი რაც
პასუხისმგებელია, ასე ვთქვათ, მანქანის კარგ მუშაობაზე. ყველაფერს მინდავს ეს აპარატი. თან ძრავის დაუშლილად, ანუ არ არის საჭირო რომ ეგეტე მოხსნა, მე იქ ჩაბერო, აბა დროსელი როგორ გავწმინდო და ეს გადაუშვათ და ასე შემდეგ. თვითონ სისტემაში შედის აი ესეთი დანამატები. ძრავი მუშაობს და მუშაობის პერიოდში მთლიანად სარქველები, ანუ კლაპნებს რო ვეძახით ხოლმე, ხო იცი? სარქველები, დროსელი წეღან რაც ვახსენე, შემშვები კოლექტორი, მილები, წვის კამერა, გამონაბოლქვი ყველაფერი ერთიანად იწმინდება რა. იდეაში სულ რო წელიწადში რამოდენიმეჯერ გაწმინდოთ ძალიან მაგარია, ჩათვალე რომ ყველაფერი რიგზეა, წვაც დაიკლებს რეალურად და გამართულად იმუშავებს ყველაფერი. ჯერ გადაცემათა კოლოფი უნდა გამოურეცხოთ სპეციალური აპარატით და სითხეებით, იმისთვის რომ შიგნიდან სულ სუფთა იყოს, ხოლო მას შემდეგ უკვე M3-ის კოლოფში ჩავასხავთ ლიქვიმოლის ზეთს. მივედით ახლა ჭეშმარიტებამდე. ეს მანქანა ტექ ინსპექტირებას გაივლის თუ დაგვერხა. ეხლა რამდენიმე წუთში გავურგოთ მაგ ყველაფერს და თუ რამე ხარვზე იქნება დაგვიდგენენ და სიას მოგვაწვიან და შევეცდებით რომ გამოვასწოროთ რა. ეს კარგის ნიშანი იყო რადგან გვიცნეს. მოკლედ 2 წლიანი ავიღეთ რა წესი ეგრე უწევდა როგორც მივხვდი. წონა აქ ხო წერია 1810 კილოგრამია ზუსტად. და რა ვიცი 2 წელი თავისუფლები ვართ. მოკლედ, ამ BMW-თ ხო გადავიღე უამრავი სტორები, TikTok-ი, Instagram-ის თელი ამბები, rilsები და რაღაცეები და ყველა ვიდეოში ისე ბზინავდა რომ მეთქი პოლირებას კი ვაკეთებ, მაგრამ ტყილა ვაკეთებ მეთქი რა, მართლა გულახდილად რო გითხრა ეს შეგრძნება მქონდა, მაგრამ პოლირების მერე ეს მანქანა ისე შეიცვალა აი მზეში, შიგნითაც, გარეთაც, აი მართლა გულახდილად ვიძახი რაღაცა აი რეკლამის და რაღაცების გარეშე. უბრალოდ არ ვიცი ვიდეოში რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ ლაივში არის უზარმაზარი სხვაობა. აი თლიანად სხივების გადასვლა, მზის სხივის რაღაც ასტყორცლილი ფანჯრიდან გადმოსული აქეთ, აი იმდენი რაღაცა შეიცვალა ამ მანქანაში, რომ დაჟე დღეს ტრეკზე რო უნდა წავიდე და რო ვფიქრობ, რომ იქ შეიძლება მტრიან ნაწილში გავიარო, აი მტრიან რაღაც ბუღიან ნაწილში გავიარო, მენანება. ანუ რაღაცნაირად აღარ მინდა იქ წასვლა და მაქსიმალურად მინდა რომ შევინაჩინო აი ამ ფორმაში რა. ეხა ყველაზე მეტად რაზეც ვდარდობ არის ის, რომ გამჭვირვალე ფირი არაა გადაკრული, იმიტომ რომ ეს იდეალური ფორმა და ეს იდეალური ფერი მაქსიმალურად მინდა რომ დიდხანს გაძლოს ამ მანქანაზე. ესე მანქანა აი მართლა გულახდილად ვიზახი ჯერ არ შემყარებია და BMW-ს აქვს რაღაცა ბიჭო ისეთ აი ჯადოს გიკეთებს მოდის და აი ესეთ რაღაცებს გიშვება. თან ყველა ის BMW-ს ერთგივე ისტორია არის რა, რომ აი გაწვალა, გაგწეწა, ბევრი ბენზინი უნდა დააქცია სითხეები რაღაცა 8 თვე სისხლი გაგიშრო და 8 თვის მერე ერთხელ გაივლი და всё გიყვარს. არ უნდა დაუკარგოთ ლუქსაუტოს ამ ყველაფრის შრომა, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ ლუქსაუტოში დავიწყოთ ეს მანქანა, ლუქსაუტოში გაკეთდა და პოლირებას აქ გაუკეთეთ და ესეთ გამოვიდა. ეხა როგორც არ უნდა გაიგოთ და ეხა რეკლამა არის თუ არ არის რეკლამა, ფაქტი სახეზეა, რომ შევიძინეთ განადგურებული მანქანა და გამოვიდა საბოლოოდ აი ეს რა. ასე რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ტრეკზე ძალიან გავუფრთხილდები, პირობას ვდებ, მაგრამ რადგან ამდენი ხანია ელოდებით და რადგან ამდენი ხანი უყურებთ M3 როგორი იქნება საბოლოო ჯამში საქმეში M3 რისთვისაც არის გამოშვებული, დღეს უნდა ვნახოთ. სხვა გზა არ არის რა. მოკლედ ვაგრძელებთ ვიდეოს. საბოლოოდ მაინც ჩამოვედით აქ რუსთავში,
იმიტომ რომ ტიპები მართლა თვითონ იმტრევიან თუ მანქანა ამტრევს. ანუ ეს ყველაფერი კარგად რომ დავალაგოთ, შვიდად და გავიგოთ ამ მანქანის საიდუმლოება, ძღოლების ბრალია თუ მანქანის ბრალია. აქ გავტესტოთ ეს ყველაფერი. მანქანა არის მკვლელი თუ ისეთი ტიპები ყიდულობენ M3-ს, ვინც დამტროვის პერსპექტივით დადის ქალაქში. ეს მომენტი მე ძილისინ გამახსენდება და ბედნიერი ვიქნები. არა, ამ მანქანაში არის რაღაცა ისეთი, რომელსაც უნდა რომ მოგკლას. წარმოიდგინე, ქალაქში ხარ რა, მაიმუნობ და გინდა რომ ჩაკლასო რა, ხო ხტები? და ვნახოთ რას იზავს ამ შემთხვევაში. ვაიმე რა კაია, რას მიდის? მაინც დინამიკა აქვს რა, დიდი ზორბა მანქანა როა. აბა ვნახოთ. სავარძელში ვხტუნაობ რა. ეგ აქ მინუსი. აბა მოწყვეტა როგორი აქვს? ხედავ როგორ ამომაგდო? არა, ეს ერთხელ უნდა მომსლოდა. ტრასაზე შედიხარ, ყველაფერი კონტროლ ქვეშ გაქვს, სიმშვიდეა, გაზი მოყვება, ძალა აქვს მანქანას, საკმარისი ცხენი აქვს, რომ რაღაცა გააკეთო. მოსახოვებში იდეალურად შედის, ცოტათი მოიქნევ მანქანას და მოყვება. ანუ არა აქვს ისეთი მოწყვეტა, რომ ვაი და უცბად ყველაფერი დაინგრა რა, ქვეყანა სუპრას ქონდა ეგ სხვათა შორის, მოწყვეტა არ უყვარდა მანქანას რა. ამაზე პრობლემა არ არის. ოდნავ აი წაეთამაშები, აი ორი თითით ესე საჭეს წაეთამაშები და ეგრევე მოწყვეტილია მანქანა. მოკლედ, თუ ტრეკზე არ გივლია და ეს მანქანა არ მოგიცურებია, ძალიან უცნაური შეგრძნება იქნება ეგ. იმიტომ რომ ისე გაგდებს ზოგჯერ სავარძლიდან, რომ არ ელოდები რა, იმენა არ ელოდები. მე უფრო და უფრო უთამამდები. აი, კაია, აი ის მოსახოვი გაიარე, ეს მოსახოვიც გაიარე. იქ კარგად შეხვედი და რწმენა გიძლევა, რომ შენ ყველაფერს აკონტროლებ. და ზუსტად მან იწყება დიდი პრობლემა. როგორც კი გაუთამამდები, როგორც კი ეგრეთ წოდებულ პერეკლატკებს დაიწყებ, მაშინვე სავარძლიდან გაგდებს. ოპა! აი მიხდი როგორ იმტრევა ხალხი. ანუ თითქოს არაფერი არ ხდებოდა. როგორც საჭიროა დამმულები ვართ, მაგრამ პერეკლატკებზე რაღაცა მომენტში მანქანა იჭიდება და რაც რჩება ამ აი ნასკიდან რომ უნდა ამოვარდეს. მაგ დროს არის უკონტროლო. იმიტომ რომ დინამიკა გადმოდის მეორე მხარეს, მანქანა აი ესეთ რაღაცას აკეთებს და ფიქრობ ისევ მოწყდება თუ არ მოწყდება. ეგ ქალაქში რო გააკეთოს, დარწმუნებული ვარ, ბევრ გამოუცდელ მძღოლს შეეშინდება, შეიძლება საჭე აიღოს მოპირდაპირ მხარეს, იმიტომ რომ ჩათვალოს რომ მეორე მხარეს წყდება და მოხდება ის რაც ხდება, აჯამსანდალი. მეორე თემა. მიუხედავად იმისა, რომ
დაბლა მოსახვევში საბურავი არ იყო ბოლომდე გაწვეთილი, ანუ დაახლოებით 20-30% იყო და ეგ ნიშნავს იმას, რომ გაცხელებულ საბურავზე კარგად უნდა ეჭიდებოდეს მანქანა და პრობლემა საერთოდ არ მქონდეს. მანქანა მეორე მხარეს ისე დაბზრიალდა, რომ ვერაფერი ვერ მოვასწარი. აქ ამ მანქანას რაღაცა ისეთი ინერციის აღების საშუალება, რომ ძალიან რთულია შემზადებული დახვდე. ან კარგად უნდა მიეჩვიო. ამერიკაში ვიღაცა ტიპს ყავდა მწვანე G80 M3 ულამაზეს კარბონ კევლარებში და კარბონში უბრალოდ მთელ ამბებში. გაატოტალა ჯიგარმა და გამოუშვა მერე საქართველოში. ეგ მანქანა. ეგ მანქანა ზუსტად აი ეგ არის ეხლა. ეგრე დაიწყო ზუსტად აი ეგ ისტორია. ასე რომ M3 და M4-იც S სერი, G სერია საკმაოდ უსაფრთხო მანქანები არიან ორივე. იქამდე სანამ შენ ტვინში მოვა აზრი, რომ დრიფტის მეფე ხარ.